ჩხალთის ყოფილი გამგებელი ნორა კვიციანი თავისუფალია. 6 წლიანი პატიმრობის მანძილზე კვიციანმა თავი დამნაშავედ არ სცნო. ის ამბობდა, რომ ხეობის შენარჩუნებისთვის დააპატიმრებს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გვარი 6 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მოხვდა შეწყალების კომისიის სიაში, თუმცა შემდეგ დაიბლოკა. რა კავშირშია კოდორის ხეობის დაკარგვა ემზარ კვიციანის დის პატიმრობასთან? თავარ კითხვას ნორა კვიციანი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წასაყენებლად? თინა ხიდაშელი უკავშირდება თუ არა ბაჩო ახალაიას დაბრუნება ყოფილი ხელისუფლების სამომავლო გეგმებს? მამუკა არეშიძე და ბოლოს რა შემთხვევაში არ ღვევდა კანონს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია? ზურაბ ბაზლიძე გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას ნორა კვიციანი უპასუხებს. ქალბატონო ნორა, მოგესალმებით. გილოცავთ რომ ხართ თავისუფალი და დიდი მადლობა რომ მოახერხეთ დღეს ესეთ რთულ დღეს თქვენთვის რომ მოსულიყავით ჩვენთან სტუმრად. ბევრ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ მინდა რომ თავარ კითხვებს გასცეთ პასუხი. მოვესალმებით მთელ საქართველოს, მოვესალმებით ჩვენს პატიმრებს, რომელიც იქ დამცნენ მთელი სიყვარულით და მოულოცავ მთელ თავისუფლებას, გამარჯვებას. 6 წლის მანძილზე თქვენ ფაქტიურად მოიხადეთ სასჯელი, სულ რამდენიმე თვეღა გქონდათ დარჩენილი. თქვენ არ აღიარებდით ბრალს და ერთადერთი რასაც ამბობდით, ყოველ შემთხვევაში რაც ვრცელდებოდა საინფორმაციო საშუალებებით, იყო ის, რომ ხეობის შენარჩუნებისთვის დაგაპატიმრეს. რა კავშირშია ხეობის შენარჩუნება და დაკარგვა თქვენს პატიმრობასთან? მოდით ამით დავიწყოთ. მე აღიარება არც შეწყალებაზე მაქვს დაწერილი, არც უდოზე მაქვს დაწერილი მე. და ჯერეთი მე მაქვს საერთაშორისო აღიარება პატიმრის სტატუსით და მასთან დაკავშირებით მე აღიარებას ნახდათ და რამდენიმე საწყალებელი მეჭირდა მისი მეწყალებინათა. და რა კავშირში არის ხეობის დაკარგვა ჩემ პატიმრობასთან? მე არ ვიცი. როდესაც საკრის კოდორის ხეობა 14 წელი ვინარჩუნებდით ჩვენ, ჩემი ძმა თავი გადადო, მე რავაშკაც ვიქნები თუ ხეობა დავთმევ, ასეო და მე ოცოცხლეთად არ დავთმევ. ჩვენს დავჭით, მეც არის და ეს 14 წელი ჩვენ ყველაფერი ვაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს შენობა შეგვინარჩუნებინა. ხო იმისა, რომ ხელმოწერილი იყო 14 წელს გონი. 14 წელს ხო. და ჩაბარი ხელი მოწვი ქონდათ იუსელიანსთან. ეს ხო ჩვენ ვიცოდით და ამიტომ ისინი მოდიოდნენ რომ ჩვენი მდივცემ დავცელდებოდი საკეთო თქვენო, მაგრამ ემზარემ არ დათმო. ცოცხალი თავით არ დათმო. მე იყო შემოტევების ძალიან ბევრჯერ ძალიან ბევრი დავკარგეთ ბიჭებიც, ძალიან ბევრი მოდი დარჩა და მე ხომ საჩვენ ბლოკადაში ვიყავით, გზაც ჩვენ არ ქონდა, სრულიად ვიყავით და ბლოკადაში, მაგრამ მაინც მადლობა უფალს, რომ ის ძალაც მოგცა და ის შემოდა ჩვენ ფაქტობრივად გავწირეთ თავი იმ ხეობის შენარჩუნებას, ფორმა არ გაგვწირა თორე ჩვენ გავწირეთ თავი, იმიტომ რომ ის თუ ის ხეობა რო ჩაბარდებოდა, აფხაზეთი აღიარება იქნებოდა და სამოკიდებოდა ამისათვის ჩვენ გავაკეთეთ ის ყველაფერი რომ აფხაზეთი არ დაკარგულიყო და იქნებოდა დრო რომ აფხაზეთის დაბრუნება და უკვე აღიარებული არ იქნებოდა ეს დაბრუნება. აი ასეთი იმაში ვიყავით სულ და გვეხმარებოდნენ აქედანაც უკვე 1 წლის შემდეგ შემოდიოდა ფორმირებაც მოდიოდა, აღიარებიც მოხდა, რომ ამდენი თავდაცვის მინისტრი შეიცვალა. იმდენი იარაღია შემოტანი და იმდენჯერ დაგიარებებული. მე პირადად მქონდა ტაბელური იარაღი, მაკაროვის, ავტომატის, გრანატამიოტის და სნაიპერის შემტაბელური. ის იყო იუდიურად გაფორმებული, იყო მონადირე ბატალიონი.
ეს იყო რამოდენიმე წელი. ასევე ძალიან ბევრი იყო ქალთა ისედაც ჩვენ ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებდით. იქ კიდევ ძალიან უჭირდა პური იქ არ იყო არაფერი არ იყო. ჩვენ ვაცხობდით და ამდენი მეომარ ხალხს ჩვენ ვაპურებდით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და მე პირადად, როდესაც ვინმე ცოტა გახდებოდა იქ ამინდის მითი იყო მარტო ფრენა, თუ ამით იქნება ფრენა იყო, თუ არა და ვიყავით უბნეთი სამარა. მე არ ვიცი 14 წლის განმავლობაში შეიცვალა მინისტრები, ბატონი თევზაძეც იყო, ძალიან გვერდით ედგა ხეობას, მე შეიცვალა კიდევ მე იყო ბარამიძე, რომელსაც შეიცვალა და იყო თავდაცვის მინისტრი, შემოვიდა ხეობაში, მე პირადად თბილისში ვიყავი მაშინ. და ამერიკა ჩემაძმა მინისტრი შედისო და უნდა წამოვიდო ახლა და თავი მასთან ერთად შევფრინდით. ჩაატარა სოფელ აჟარაში ყრილობა და მადლობა გამოუცხადა მთელ ხეობას, თქვენ ხართ გმირები, თქვენ არ ვიცი მთელი საქართველოს საამაყო ხალხი ხართო და მე თქვენთან ერთად დავდგები, როგორც თავდაცვის მინისტრი და მე არ მივცემ უფლებას არავისო, მე ვიციო პროვოკაცია მზადდებაო, მაგრამ როგორც აი სიტყვით, როგორც კბილები ჩაემტვრათ, ის შეემტვრათ ყველას კბილები. ამიტომ მე თქვენთან ვიქნებიო, ზამთარი იქნება თუ არა, ვიდგები იქ, სადაც სვიდება საქართველოს ერს და დავიცავ მე ამ ხეობას თქვენთან ერთად. ეს იყო ბარამიძის სიტყვები, იყო თავდაცვის მინისტრი. მე რო გამოვიდა, დაიწყო იარაღის შემოზიდვა. ეს აქედან ჯვარში ხო იდგნენ რუსეთის ჯარი და აქედან ერთი ჯარისკაცი ვერ შედიოდა საერთოდ შემოიტანეს ჩერეზ უშკულიდან შემოიტანეს და ამ უშკულიდან შემოზიდეს იმდენი იარაღი, იმდენი წამ, იმდენი ისინი რომ საერთოდ საწყობი კლუბი იდგა ძველი ავსეს საერთოდ და გაგიჟდა ხალხი კი, მაგრამ რას გიშვებიან დამთავრდა ომიდან სამშვიდობო ჯარი არის და კიდევ ამდენი იარაღი როგორ მაგრამ დესანტების გადმოსხეს რუსებმა ის დესანტები 2 საათი მისაც ჩემი თბილისში იყო, მაგრამ ჩავიდა და მე მთელი ისტორია ეხა ეკაური ამბები ეს უკვე არ ვიცი ის ძალიან კარგად იციან სუყერა მაშინ ჩემმა ძმა თქვა თქვენ ღალატობთ ხეობასო თქვენ აბარებთ ხეობას მე არ ჩაგაბარებინებო ეხლა 2 საათს მოგცემ ვადასო ეხლა ეს რუსები ეხლა იმ ორმოები რომ ეს ამოთხარეს იქ ჩაუმარხავს ყველასო მაშინ იყო შევარდნაძე შეფრინდა ხეობაში და შევარდნაძე მათ ისა რომ სთხოვა რომ არის სულო ღონდო და ჩვენ განმოხტათ ამას და ზაიმ უთხრა მეოთხეში ვყავს ბიჭები გაგზავნი ალყაში ხარ და სასტაფ 2 საათს გაძლეო და ასე მთელი თავგადადებით გააძევა ისინი ეს რუსები შემდეგ კიდე ყველაფერს აკეთებდნენ ეს ხეობა შეიბარებინათ ანუ ხელისუფლებას წინასწარ ქონდა გადაწყვეტილი მე არ ვიცი ისე გამოვიდა ხო ჩაბარებული ქონდა კოდორი ეს იმიტომ რომ ხელი მოწერილი ქონდა და არ ვიცი ახლა ვის ინტერესებში შედიოდა ეს და ახლა ხელისუფლების ზევით მე სხვა არავინ აღსებოდა არავითო ჩვენ ვიყავით ერთადერთი თავგადადებული რომ არ ჩაგვეიბარებინა ეს ხეობა იმიტომ რომ მაშინ უკვე აღიარებას ხდება სოხომის აფხაზეთის და იმ ხეობის ეს იყო საკნის ბოლო მამდიანი აფხაზეთი და ის დარჩენილი ამიტომ აღიარებას ვერ აკეთებდნენ და ამიტომ ბრძოლობდნენ ისინი იქით რომ უნდა წამოსულიყვნენ და როდესაც ეს ბარამიძე რომ არ შემოზიდა იარაღი და ისამაში ბარამიძე თქვა იარაღი დაარიგეს ყველა მთელი მოსახლეობაში დაარიგდა ეს იარაღი ახლა დაარიგებული იყო იმ შემდეგ იყო განთავისუფლეს ბარამიძე თავდაცვის მინისტრი და დანიშნეს ოქრუაშვილი მე ოქრუაშვილი გავიდა თვე 2 თვე თუ 3 არ მახსოვს კარგად 2005 წელს იყო მგონია ესა და არც ერთი ბრძანებით არც საერთოდ ისე გაუქმა მონადირი ბატალიონი გაუქმა ბატონი გაუქმიშდი გადავიდი ეს რა გააკეთეს მეთქი იურიდიულად გაუქმეს და ჩვენ ხო უკანო ფორმულები დავჭით ახლა მეთქი და გაუქმნათ ახლა ამდენი იარაღი საწყობები გავსებულია მათივე მოწოდებული იარაღი აბა და ტერი დგას 5 კილომეტრში ტერია თუ რა ვიცი ტერი მეგონა მე ისინი და თურმე ტერი აღმოჩნდნენ შიგნით რა ხო და მე გაოგნებული დავჭი და ვრეკავდი ყველას ჯერ ბურჯანაძე იყო მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იქ იყო ჯაფარიძე დეპუტატი და მას თხოვე რომ თხოვეთ მეთქი ბურჯანაძე და დასვით საკითხი პარლამენტში აღადგინო ბატალიონი მეთქი თუ არა უკანო ფორმულებში შეგუჩა ხელში იარაღი და უკანო ფორმულები არ ხელ მეთქი და ის მტერი წამოა წინ ვერ დაუდგებით ხო უკანო შენ მიხარო უკანო ფორმულება გაუქმებულია უკვე იურიდიულად და ყოველთვის იყო და ნერვულობდი ვის არ ურეკავდი მაგრამ ყურადღება არ მოგაქცია მაშინ გამყრელიძე იყო პარლამენტში მასაც დაურეკე გეხვეწებით მე უთხარი პარლამენტში ხარ თქვენ ოპოზიცია
ხართ მეთქი და ასე საკითხი მეთქი. თუ რა და შემოუშვით ფორმულება ვიღაცა მეთქი დაიცვან ხეობა მეთქი ეს როგორ მეთქი ხალხები ბავშვები სკოლა და დაუცილებლად დარჩა მეთქი ხეობა. ყურადღება არ მოგვაქცია არავინმა. ვის არ ურეკავდი, ყველას უხეწებოდი. ჯარახი რატო შეგვაჩნით ხელში მეთქი. დარჩა ასე მერე წამოვიდნენ ისინი ის ალასანია იყო აფხაზეთის და ალასანია ყველაფერი უნდა და გაეკეთებინა შემოვიდა ხეობაში 4 დღე დარჩა შეისწავლა მთლიანად ხეობა ჩაივიდა პოზიციები სადაც იყო ეს პოზიცია და რუსი და აფხაზის და ისინი იმამდე და ალასანიამ თქვა მეო თქვენთან ერთად ვიქნებიო მე ამ ხეობას ავაყავებო და მე ყველაფერს გავაკეთებ ბატალიონი ამ უნდა აღვადგინო ისე წამოვიდა იქიდან მის ჩამომიყვანა მაშინ მოთხოვნა იყო ჩემი იმისი ხალხიდან და ჩამომიყვანა მე ის იყო კრაშულთან მივიდა მაგე და სთხოვა რომ აღადგინე ბატალიონი მან არ გააკეთა და ამას დაუპირისპირე ერთმანეთს ასამდე მე ის კიდევ შემოვიდა ის ძალიან დიდი ყურადღებით იყო ხეობის მიმართ ბატონი ირაკლი და მე არ ვიცი მაგრამ ეს იყო რომ უკვე ამდენი ასეთი ყურადღება რომ გამოიჩინა და ასე ბატონი და მე ჩად გაუშვეს და ისეული იქიდან და ასე მე იყო უკვე ეს წამოვიდა ჯარი მთელი საქართველოს ჯარი მთლიანად სპეცრაზმი თუ მე ჩემთვის მე განცხადებას მე მზარი დედაჩემი ახალი ის გადაცვალე იყო 20 დღეს და მე ხეობაში ვიყავი და 40 მინუტა იქ გამეკეთებინა და მზარი შემოვიდა 2-3 დღე შემოსულიყო მზარი გამიკვირდა მზარი რატო შემოვიდა მეთქი და მე თან ჩემთან შემოიარა გაიარა ისე ჩაერა ღამი იყო შუაღამი მე რეკავი შუაღამისას უკრაშულს რეკავს უნდა მზარის ლაპარაკიო მზარი მე ისა და გამოთული ქონდა ტელეფონი ეს იყო მეორე დროს განცხადებები მესმის ტელევიზიიდან გავქვიშთი რა ხდება მეთქი ეს რა არის რა ხდება მეთქი არ ვიციო ჯარი შემოდისო მე ჯარი შემოდის მე თუ დიცავენ ხეობას დაიცვან მოთხარი და ამ დროს უკვე აკეთებს განცხადებს რუსიები კიდევ რა ხარ საქართველოს ჯარი შემოდის ჩვენ აქედან მოვდივართო გაგიჟდა მზარი თქვა ჩქარა ბიჭებო გაიქეცით ახლა წინა პლანზე პოზიციაზე თუ რუსმა არ გამოიყენოს ეს მომენტი ახლა და არ წამოვიდნენ და ის გაიგეთ იქ რაზოტკა გაუშვა და იქით გააგზავნა ბიჭები აქედან კიდევ ესენი და გადაიგე და ხა მზარი თქვა მეო არ ჩავაბარებინე ხეობა ცოცხალთან შევაკლავ ჩემ თავსო არ მე აქ ბიჭები დავკარგეო ნიუარი და დარჩა ნახევარი ახალგაზრდობა და შევწირი მთელი ხეობა ამ იმასო და მე დღეს მათ არ ჩავაბარე ვიცი რომ აბარებენ ხეობასო გავგიჟდი თუ ჩაბარება უნდათ მე უთხარა რა საქართველოს წინ ხო ვერ დავდგები ჯარს მეთქი და გეხვეწები დაანებით თავ მეთქი შემოვიდი მე უთხარ მე ამას ვეხვეწებოდი ვედრებოდი რომ არა და არა მე ამდენი ვიშვა ამდენი წელი ვინარ შევინარჩუნია დღეს ამას აბა და ეს იყო მე ეს ბათიაშვილიც რეკავდა გაგიჟებული იყო ბათიაშვილი ემზარის გამოთვლი ქონდა ტელეფონი და ბათიაშვილი მიგეკავდა გეხვეწებით რომ ეხლა ისა რომ არ გავარდი ტყვი არ გაისრულოს არავინმა მე ვთქვა ტყვი არა აქ უხვევიდან რუსია მოდის მეთქი აქედან ეს რა ხდება მე ვთქარი ესე 14 წელი ამისთვის ვინარჩუნეთ მე ვთქვა რა მოგხოცონა ბოლოს აქ მეთქი რა ხდება მეთქი ჩვენ თვითონ არ ვიცითო და მე ეხლა შემოვალო და იმზას ვეხვეწები ვედრებიო რომ შეიკავოს თავიო და იმზარი აგასულიყო არ იყო და ვერ იმაშობოდი მე ეს იყო შემოვიდნენ ჟურნალისტები არავინ არ იყვნენ ლეჟავა მოვიდა სოხუმიდან და ლეჟავა იყო ჩემ და ეს ღამე იყო შემოფრინდნენ და მეორე დღე იყო კაცო და იბომბება მთლიანად ეს ხეობა მე რუსი წამოვიდა მე თვითონ იყო ბომბავს მეთქი მე სახს და სახშვა ვიყავი და პირდაპირ აიღო წერტილები ალბათ იცოდა სადაც ისე და ნარტყამს ახლა ყველგან მე რას წარმოვიდგენდი გმირ ხეობას რომელიც 14 წელი შეუნარჩუნა საქართველოს თლიანობა ის იბომბებოდა და ამ დროს მე ეს ცენტრში საწყობი რომელიც გავსებული იყო ტყვია წამალითა და სნარიადებით და ნუ რომელი ერთი ვთქვა აი ამ ტერიტორიაზე შემეშინდა ვაი თუ ამას დაარტყეს ახლა მეთქი ეს მოხდა ის სნარიადი მეთქი და მთავრდა უკვე ეს დენი იყო ყველაფერი ასაფეთქებლები მე ბიჭები იყვნენ ცენტრში
და იქ ჩემი ბიჭიც იქ იყო და ვაი მე დედა მეთქი ახლა ისინი ჩახოცილი არა ალბათ არ ტყავენ იქით და თან იწოდა წერთლიანად მე რო გამოვიდი ზევით და ბიჭები წამოვიდა დედა დაჭრილი ხوارა ხართ ვინმე და არაო და ტყეში გავედი ტყეში რო გავედი ტყეს ბომბარდნენ მე ჩემი ბიჭს უთხარი დედა შენ მოგხსდევენ ესენი მეთქი და წაითავს უშოლე მეთქი და მე მივთხარი რამე და არ ტოვებ და არაფრით არ მოეშვი მე დავტოვე ტყეში დავშორდით მე და ბაჭა მე წამოვედი და კილოწევი მესმის და პირდაპირ მე ხალი უმს შეეწირა ქმარი და შვილებს rdida გუსიანი ხალი იყო პირდაპირ თვითონავდა სარადი იყო და ჩაატყმი და მიწაზე იყო გაშხვართული ბგზომა დავკარგე ხა როგორი ახლა ქალს აქ და ასეთი ამბავია იწვის ქვეყანა იმ ხელა ამბავი მეთქი ნუ თუ ეს ჩვენი ქართველობა მეთქი რო ჩვენ გუბომბავს მეთქი და გამოვედით მე ჩამოვედი ორი დღე ვიყავი мама ოსთან სახში მე ჩამოვედი კრიტე ავიღე გავხსენე საწყობი სადაც იარაღი შენახო იქ შემოსული მივიყვანი და უთხარი აი თქვენი შემოზიდული მე უთხარი და შეგვაჩინეთ ხელში ამდენი ტყვია წამალი ამდენი იარაღი ხო ხედავთ საწყობი როგორ გავსებული მე რისთვის შემოზიდეთ მეთქი ესენი თუ კი თქვენ ბატალიონს აუქმეთ თუ კი თქვენ ასე ამის გუშვებოდით მეთქი და კრიტე და ჩავაბარე მაგათ მე ეს იყო წამომიყვანეს მე შემოვიდავთ და მე ემზარი არ მინახია მის შემდეგ იქა და ემზარი საწავიდა და ვინ წაიყვანა მე ხო ეს და ეს ტელევიზიით მე მისმენდი მარტო ანუ არ გქონდათ მასთან კონტაქტი ბატონო კონტაქტი არ გქონდათ არა საიდან მე ემზარი არც ისა და მე ისა და მე ემზარი მან ბიჭები მოვიდნენ და მე უბრალოდ იმაში ვიყავი უკვე და მე არ ვიცოდი ეს რომ მე რაზე უნდა დავეჭირე ეს უკვე ჩემთვის იყო არ ვიცი როგორ მოხდა თქვენი დაპატიმრება მე მოხდა წამომიყვანეს ისაო ჩამოვიდნენ აჟარიდან და შტაბი იყო იქ და შტაბში გიბარებენო მითხესა მე უთხარ რა გინდათ მე უთხარი მე ცუდად ვარ მეთქი აცხადებდნენ რომ 100-1000-ია რიხდითო ბაჩოსა და ემზარის მაზეო ადგილსამყოფელზე და ამას მისმენ და მე და ცუდად ვარ ხო და მე ისა მე უკვე ცუდად ვიყავი მაინც წამომიყვანეს და რო ცუდად გავხდი საავტოფოში წამიყვანეს იქ ნემსები გამიკეთეს მე უკვე ჩამაჯნის მანქანაში და უნდა წაგიყვანო თბილისშიო ისა აქო შენა დიდი ავტორიტეტით საგებლობ და პროვოკაციის საშიში არის და უნდა მივდივარ და წაგიყვანო მთელი ხეობიდან ზუგდიდამდე იყო იდგა ჯარი და მანქანაში გადავყავდი მაგრამ მთელი ძალიან მორიდებით და ძალიან პატივცემით და ძალიან იმად მოვყავდი ისე არა როგორც პატიმარი არის და ისე ცუდად ვიყავი ჩამოვიყვანეს ზუგდიდში მე ზუგდიდში რო შემიყვანეს ის გამომძიებელი მოვიდა და მე მითხრა რომ შენ უარყოფ თუ არაო ისა ხო თქვენთან იყვნენ სახშიო და იარაღი ნახესო და უარყოფ თუ არაო შენ ავტომატი იყო სახშიო ისა მივთხარი იმისა რომ მე არ მინახია ისინი იყვნენ თუ არა და ნახეს თუ არა როგორ უარყოფ მივთხარი მაგას 14 წელი იარაღი იყო იქ შენ თუ ომი იყო და ბატალიონი იყო და ყველა თავდაცვის მინისტრმა ჩვენიდან იარაღი დაგვიდგა მეთქი და იქ გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო მეთქი ეს მაგრამ როცა ბატალიონი გაუქმდა იურიდიულად მივთხარი მე უკვე შეჭა ხალხს იარაღი მეთქი და მე არ მინახია იქ ნახეს თუ არა მეთქი მაგრამ ვერ უარყოფ მაგას მეთქი და ეს იყო და ეს მე წამომიყვანეს თბილისში ჩამოიყვანეს გამოძიებელი ჩამოვიდა და აქ რო შემიყვანეს მოდელის შენობაში იქ ვიჭექი და მითხეს რომ ის მოიხსენიო საყურები საათი რატომ მეთქი დაპატიმრებული ხარ რა მეთქი რას ქვია დაპატიმრებულო და გზობა დავკარგე და მე სკოპოში გამოიძახეს ის იყო მე 3 დღე ბრავდებას ვერ მიყენებდნენ იმიტომ რომ არ ქონა ვერ ნახის ვერაფერი და თუმცა შემდეგ 3 მოხლით მე ეს უკანონო ფორმულების შექმნა აი ეს ისა მეტი პირველი იყო ჩემთვის რომ მე შევქენი უკანონო ფორმულება რომელიც არ არსებობდა იარაღი მე იყო მითვისება რომელიც საზამთროდ მოდიოდა მარაგი ხეობაში ჰუმანიტარული რომელიც ყველა ადამიანზე იყო ნორმატივი 100 კილო ფქვილი 10 კილო შაქარი რომელი ადამიანი ერთი გრამი რო არის იმასაც არ დაიკლებს ხო ეს საზამთრო მარაგია ეს იყო გამორიცხული მის მითვისება და მე კიდევ
კარდა ისა ეხლა მთელი ისაბათ მისმეს ამას მithumetes ტოულები არიან გამოსვლები იქიდან კარდაკარ დავდიოდი და ისე ვარიგებდი რომ იმასაც რომ ზედმეტად არის დაიტვირთონ ხალხი მეთქი და ისე ვარიგებდი და ხელს ვაწერინებდი თითოეულ ადამიანს როგორც კი ვარიგებდი და ეს ხელმოწერები ჩაბარებული იყო სახალხო კონტროლის პალატას და დახურული იყო 2005-ში ეს 2006-ში ხო ამიყვანეს მე და ის გადამალეს ის ორიგინალური და მე მადლობა მქონდა მიღებული ხელისუფლებიდან რომ ასეთი იყო ციებზე დიდი ამბავი ამ შემოზიდვებზე იყო ის რაღაც რევიზია იყო და გაბერილი არის ციები და მე ჩემი სია აღმოჩნდა ერთადერთი რომელიც იყო რეალური და მე მადლობის წერილი მივიღე კანცელარიიდან რომ ასეთი და მე ვიფიქრე რაღაც ძალიან ხმაურდა ჩემი სია მეთქი და მე ქსეროქსი უნდა გადავიღო მაგის რომ პროვოკაცია არ მომიწყოს არავინმა მეთქი და ქსეროქსი გადავიღე და ეს ქსეროქსი რომ ეს მე გადავიღე და ის გადამალეს ორიგინალი და ვითომ მე მივითვისე ეს 40 ტონა ფქვილი და სადღაც რა ეს არის მე ფულთა ხო შეხება ქონდა გამგებელი ვიყო და ვარიგებდი შემოზიდულს ხო და მე იყო მიმიყენეს ეს ბრალდება მითვისება და ეს და ორი თვიანზე პირველად გამიშვეს ორი თვიანზე მერე და მაგრამ რაც არ უნდა არც მოწმე უნდათ არც აინტერესებდათ რეალობა ეს რომ მე შემომთავაზეს მადოკაც რომ თუ კი ჩაბარდებიანო შეგაგათ აისფრებენო ანუ ძევალი იყავით ხო აი ასე მითხრა რა მეთქი მე საერთოდ სიცოცხლე მინდა მეთქი თავისუფლება კი არა რას ქვია მე ჩემი შვილი და ჩემი ძმის მე გავიდე ესა გამურიც რას მე უნდა ეს რა მითხარი მე ტირილი დავიწყე მაგრამ მე გამხნევდი ძალა მომეცა და შემოვიდი კამერაში და ავეჩოქე და შევეხვეწე ღმერთს რომ მომეცის ძალა და ის ძალიან გამიჭირდა ბავში ბიჭი ცოცხალი ყო თუ არ ვიცოდი და იმდენი ფიქრი ამდენი მე არ ვიცი ესა რა ის იყო და რო შემომიყვანეს მაშე ის იყო კამერაში კამერა იყო გაცარიელებული მარტო იყო და ის მე არ ვიცი ძალიან დიდი ყურადღებით და ძალიან დიდი მითო და ორი დღე ვიყავი მარტო მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი და მე იყო ადვოკატი რომ მოვიდა რომ მითხრა რომ ისა მეთქი მე ჩემ თავზე მე ყველაფრის ის ზათვარ თვითონ ყველა სასჯელის ის ზათვარ დღეიდან მე ვთხარი ოღონდ მე ვთხარი სიმ კარგად მე ყოლა მითქა და მე რაიყვანს ჩემ თავი ხელში და ძალიან გამიჭირდა რა ვითარება იყო საპყრობილეში ბატონო როგორი მდგომარეობა იყო რუსთავის საპყრობილეში სადაც გაატარეთ ამჟამად თქვენ სადაც დიახ ამჟამადაც და მთელი ამ 6 წლის მე ჯერი მარტყოსოვზე ვიყავით ციხეზეც მე ზუგდიდში გადამიყვანეს იქ სამიტარი სასამართლოები მე ზუგდიდში კარგა ის არის მაგათ არ ვიცი ზუგდიდის ციხე მე გადმომიყვანეს მე მოხდა ეს ბუნტი შემეჭი გადამიყვანეს ერთი წელი და 4 თვე ხოლმე ისა რომ მე მარხულობდი და სუბიექტიურად ცხოვრობდი მე არანაირი შეხება არაფერთან არ ქონდა მაგრამ მაინც გადამიყვანეს მის შემდეგ ისა ახლა კი რომ მე ისე მარტოსოვიდან ახლა თავში მაგრამ ჩაოლებრივი მაგრამ ძალიან ბევრი დედა ჩამწყდეული ძალიან დიდი ცოდვა წერებს ქვეყანაზე რომ ამდენი დედები ჩამწყდეული და შვილები დედების გარშემო იზრდებიან დააობრეს ამდენი ბავშვი. ნუ თუ იმდენი დანაშაული რა უნდა იყოს, რომ ამდენი ცოდვა ჭრელებს ქვეყანაზე. ნუ თუ ეს ცოდვა იმდენი არ არის, დანაშაული იმდენი არ არის, ამდენი ცოდვა არის და ქნან ეს მადლი ჩვენმა ხელისუფლებამ დღევანდელმა რომ უდოზე ვინც ის გაუშვანს ყველა და რაც შეძლებს დაგვარად მიხედონ და დაუბრუნონ შვილებს დედები და დედებს შვილებს და შვილები დედებს ძალიან აი მე არ ვიცი სამარცხინო ამბავია ამდენი დედა ამდენი ქალი ჩამწყდეული არ ვიცი თუ სადმე არის ქვეყანაზე ასეთი სიტუაცია და ისე ახლა როგორც ასეთი ადმინისტრაციიდან მე არ ვიცი მადლობა ვიტყვი და არ გამოდის ისე და მე პირადად ვიყავი ჩემი დისტანცია კონდაციული მე 4 საათზე ვდგებოდი 9 საათზე ვცლობდი მინდოდა გადამერჩინა ჩემი ოჯახიც ჩემი თავიც ხელზე ამეყვანა და მათთან მადლობა უფასო გადავრჩი და პატრიარქის დიდი ძალი დიდი მადლი მოვიდა ჩემსკენ როდესაც
შემოვიდა და შეგამომიგზავნა და კურთხა და გამომიგზავნა თავისი ნივთები, თავის საკუთარი პალტო, თავის საბანი მე დამახურა, თავისი თუმცა მე არ ვიცი ის იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერება და იმის შემდეგ ალბათ უფრო ძალა მომეცა ლოცვაში ყველაფერში და სადაც გადწავედი იქ შევქენი ჩემი სალოცავი ადგილი და იქ გავხნევდი, როდესაც შენ დაადგები ამ გზას და მოხვდები ციხეში, ციხე ძალიან ძნელი რაღაცა, მაგრამ როცა ღვთიურ გზას დაადგები, უკვე ძლიერი ხარ და ვერანაირად ვერაფერი ვერ დააპყოლებს და სულიერად ხარ ძლიერი. როცა სულიერად ძლიერი ხარ, უკვე ხარ ბედნიერი და ყველა გაჭირებას, ყველა იმას გადალახავ და მე ამას უსურვებს ყველას თუ კი ყველა როცა მართლმადიდებელი ხარ, ქრისტიანი ხარ, მაშინ ტანჯვაც მოვა, წამებაც მოვა და ეს ტანჯვა არის ყველაზე ბედნიერი დღეს ქრისტიანისთვის და ეს მეცელი. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა. დავბრძანდით ცოტა ხანით. ნორა კვიციანი პასუხობდა მთავარ კითხვას რეკლამის დროა გადაცემაში. რამდენიმე წუთში თინა ხიდაშელი ჩაგვერთვება ქუთაისიდან. თინა ხიდაშელი გვერდება ქუთაისიდან. საღამომშვიდობის საქალბატონო თინა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩემი სტუმარი და რადგან დაგვიანებით მოდის ხმა პირდაპირ დაგისვავთ კითხვას. ბაჩუ ახალაია შეეხება ჩემი პირველი შეკითხვა, რომელიც ამ წუთებში იმყოფება დაკითხვაზე. დაუზუსტებელი ინფორმაციით რამდენიმე შავი ფერის ჯიპი მივიდა გენერალურ პროკურატურასთან და არის ვარაუდი რომ შევიდნენ ადვოკატები, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც ელოდებიან თავიანთ თანაგუნდელს, ხსნიან იმით რომ სავარაუდოდ ახალაიას დაუსვეს საკმაოდ მწვავე შეკითხვები. ასეთია ვითარება ამ დროისთვის. მე მაინტერესებს როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები დღეს ბაჩუ ახალაიას დასაკავებლად და შემდეგ 48 საათში მისთვის ბრალის წასაყენებლად. თუ ფიქრობთ რომ ყველაფერი დამთავრდება იმით რომ მას დაკითხავენ უბრალოდ მოწმის სტატუსით და გაანთავისუფლებენ შემდეგ. ყოველ შემთხვევაში დღეს. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები მაყურებელს. მე არ შემიძლია ახლა ვისაუბრო დეტალებზე, ვინაიდან დაწყებულია საგამოძიებო პროცედურები. ერთადერთი რამე, რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, აბსოლუტური რწმენით არის ის, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც განხორციელდება მთავარი პროკურორის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან, იქნება კანონის შესაბამისი. თუ კი წაიყენება ბაჩუ ახალაიას ბრალის, წაიყენება აბსოლუტურ და უთხოვარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დღეს გაუშვებენ და მისი დაკითხვა მოიფარგლება მოწმის სტატუსით. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის დიახ სამართლიანობის აღდგენა, დიახ გარდაუვალი პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არავის დედამიწის ზურგზე კითხვის ნიშნები არ დარჩეს ამა თუ იმ დაკავებულ პირთან დაკავშირებით და არ გაჩნდეს არავითარი ეჭვი საზოგადოებაში პოლიტიკური ანგარიშწორების ან პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების შესახებ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, იმასთან ერთად, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ დაიბრუნოს რწმენა მართლმსაჯულების, გამოძიების, პროკურატურის და აღდგეს ნდობა ამ ორგანოების მიმართ, რომელიც 9 წლის განმავლობაში ფეხქვეშ ითელებოდა. ამიტომ, გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დაველოდოთ ყველაფერს დარწმუნებული ვარ, მედია იქნება პირველი, ვინც შეიტყობს. თუ ჩემი როგორც ერთი ადამიანის აზრი არის საინტერესო, მე დღეს კომენტარში ვთქვი და იგივეს გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს ამ წლების განმავლობაში იმ მოქმედებების შესახებ, იმ ბრძანებების შესახებ, რომელსაც ბაჩუ ახალაია გასცემდა, ან თავად მონაწილეობდა და თავად აღასრულებდა. მაგრამ დღეს ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცოდით, რაზეც საუბრობენ მოწმეები, მე პირადად ათეულობით ადამიანი მხვდება ამ დღეების განმავლობაში და მიყვება სრულიად წარმოუდგენელ ისტორიებს. ერთი არის მოწმეთა ჩვენებები, მეორეა ეს ჩვენებები გამყარდეს მტკიცებულებებით და ფაქტებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას აკეთებს სწორედ პროკურატურა ამ დღეების განმავლობაში და ჭეშმარიტებას დაადგენს ყველა საქმეს. ბაჩუ ახალაია არ არის ერთადერთი თანამდებობის პირი, რომლის შესახებაც ძალიან დიდი ინტერესი არიან ბევრი ასეთი თანამდებობის პირი და საზოგადოება მოუთმელად ელის შესაძლო დანაშაულების გამოძიებას. ეს უკავშირდება როგორც პროკურატურას, ასევე საგამოძიებო კომისიას, რომელიც უნდა შეიქმნას პარლამენტში და რომელსაც ასევე მოუთმელად ელის საზოგადოება. არის თუ არა უკვე გარკვეული, როდისთვის იქნება ამ კომისიის შექმნა შესაძლებელი და ბარემ მეორე შეკითხვასაც დაგისვავთ კომისიასთან დაკავშირებით, რა სიტყვით უმცირესობის პრეტენზიებზე საკომიტეტო მოსმენების დროს ისინი ძალიან აქტიურად გამოთქვამდნენ თავიანთ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ უხელმძღვანელონ ამ კომისიას და აპელირებენ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით.
დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მე არ ვიცი კომისია როდის შეიქმნება, ამის თარიღები არ არის გარკვეული და ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ ჯერჯერობით. რაც შეეხება მეორე საკითხს, რაც დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ საკომიტეტო მოსმენის დროს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი უმცირესობამ. კიდევ ერთხელ მე იმედი მქონდა, რომ ისინი ასეთი აგრესიულები არ იქნებოდნენ დღევანდელ სხდომაზე მაინც, იმიტომ რომ იმედი მქონდა, რომ რაციონალური აზროვნება, რაციონალური არგუმენტები შესაძლებელია ჯერ კიდევ მათთან, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არ არის. დიახ, მე ვადასტურებ, რომ ჩვენ საარჩევნო პროგრამაში წერია და ეს სწორია რომ წერია და ეს ერთ-ერთი თემა იყო, რაზეც ჩვენ ვაპროტესტებდით წლების განმავლობაში, რომ მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულების ან არსებული კითხვების ან გადაცდომების შესახებ თუ კი პარლამენტში დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასეთი კომისია უნდა შეიქმნას და მისი ხელმძღვანელი უნდა იყოს არა სახელმწიფო პარტიის წარმომადგენელი. ეს არის ანაბანა დემოკრატიის, რომელიც ვერ გაიგო თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობამ და მანამდე მოქალაქეთა კავშირმა, რომლის დიდი შემადგენელი ნაწილის დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა იყო. და ეს არის ჩვენ საარჩევნო პროგრამაში და მე ვიქნები პირველი დეპუტატი, რომელიც ამ მოთხოვნას დაიცავს, დააყენებს და შესრულებას უზრუნველყოფს ჩემს კოლეგებთან ერთად, როგორც კი საკითხი დადგება ჩვენი ხელისუფლების დროს, ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებულ რომელიმე ქმედებასთან დაკავშირებით და საჭირო გახდება და დღის წესრიგში დადგება მისი მოკვლევა და გამოძიება. ოღონდ დღეს არის ძალიან კონკრეტული ვითარება და როგორც ჩანს ამის გაგება არ შეუძლია უმრავლესობას, ისე უმცირესობას უკაცრავად, ისე როგორც ბევრი სხვა რამის გაგება არ შეუძლიათ მათ. რაც ხდება 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში, რომ ჩვენ ვაპირებთ გამოვიძიოთ მათ მიერ, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულები, ამას აპირებს საქართველოს პარლამენტი საგამოძიებო კომისიის საშუალებით. იმიტომ რომ გარდა იმ სისხლის სამართლის დანაშაულებისა, რომელზეც რა თქმა უნდა პოლიტიკური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, საქართველოს პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებაა დაიდოს დასკვნა საქართველოს პარლამენტში 2004-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, სადაც სისტემურად და ერთობლიობაში იქნება განხილული მთელი ის პრობლემები, რამაც ქუჩაში გამოიყვანა ჩვენი ათეულობით 1000 მოქალაქე ამ წლების განმავლობაში და რამაც მოიყვანა 1 ოქტომბერი. მაგალითად შემიძლია გითხრათ, 1 საათში დადგება 7 ნოემბერი. დიახ. რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლაქა ამ წინა ხელისუფლების, დღეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანების პოლიტიკურ ცხოვრებაში. 7 ნოემბერი ეს არ არის იმ ტიპის დანაშაული მხოლოდ, რომელზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება. 7 ნოემბერს, ისევე როგორც შემდეგ კიდევ უფრო ტრაგიკულ 26 მაისს, ჭირდება გარდა სისხლის სამართლის კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენისა პოლიტიკური შეფასებაც. ეს იყო მასობრივი დანაშაული და მე ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგია იმისი, რომ ყველა ვისაც ჩადენილი აქვს ასეთი ტიპის დანაშაული გასამართლდეს. მე ვარ ამისი კატეგორიული წინააღმდეგი, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად 7 ნოემბერს ჩვენ გვირთყავდნენ, ისეთივე მსხვერპლი არიან სისტემის, როგორიც ჩვენ ვიყავით, ვიზაც ზალადობდნენ. იმიტომ რომ მათ არჩევანი არ ქონდათ. იმიტომ რომ ისინი ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას და სამწუხაროდ ასრულებდნენ უკანონო ბრძანებებს. ამიტომ არის სწორედ და საჭირო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იმისთვის, რომ ქვეყანაში არ გახდეს საჭიროება ძალიან ბევრი ადამიანის აპატიმრების, რის კატეგორიული წინააღმდეგებიც ვართ ჩვენ, დღეს უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ძალა, მაგრამ ამასობაში ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე ყველაფრის შესახებ, უნდა წარიმართოს საჯარო, ღია ეთერში, უნდა მიმდინარეობდეს მოწმეების მოსმენა, მოწმეების დაკითხვა, იმისათვის რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთის მხრივ სრული სიმართლე იცოდეს მოსახლეობამ და მეორეს მხრივ აღარასოდეს ვერასოდეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ჩვენი ხელისუფლების ჩათვლით ვეღარ გაბედოს იმ ტიპის დანაშაულების ჩადენა, რასაც ნაციონალური მოძრაობა 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა და მუდმივად კონდეს იმის განცდა, რომ აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში სხვა ძალა და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს დანაშაულისთვის, ჩადენილი დანაშაულისთვის გარდაუვალად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. კიდევ ერთი თემა, რასაც მინდა შევეხო, რამაც ასევე გამოიწვია ხმაური საკომიტეტო მოსმენაზე, ეს არის ბიუჯეტის პროექტი, 2013 წლის ბიუჯეტი. უმცირესობა გადანაშაულებთ იმაში, რომ ხარჯების გადანაწილება განპირობებული არის პოლიტიკური მოტივებით. მაგალითად ის, რომ ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი შემცირებები უკავშირდება პრეზიდენტის ინსტიტუტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, თვითმმართველობებს, რეგიონებს და ასე შემდეგ. როგორ შეგიძლიათ უარყოთ ის, რომ ამ გადაწყვეტილებებში პოლიტიკური მოტივით არ არის ნაკარნახევი არაფერი?
ესე დავიწყოთ ბოლოდან თვითმმართველობები და რეგიონები. ერთ-ერთი არაფერი მსგავსი არ ხდება, მეორეც თუ ხდება თვითმმართველობებთან და რეგიონებთან დაკავშირებით, რეგიონებთან და სხვადასხვა რაიონების ბიუჯეტებთან დაკავშირებით, ნაციონალურ მოძრაობას არ ყავს მხოლოდ მაჟორიტარები რაიონებში, ქართულ ოცნებასაც ყავს და ცოტა გაუგებარია როგორ პოლიტიკურ мотиваციაზეა საუბარი. იმიტომ რომ თუ ვინმე დაზარალდება ყველა რაიონი და მათ შორის ის რაიონებიც, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში. თუმცა ეს არ არის სიმართლე და არავითარი პირიქით მაქსიმალურ დეცენტრალიზაციაზე და მაქსიმალურად ყველა ინსტრუმენტის გამოყენებაზეა დღეს საუბარი. ჩვენ დღეს შეხვედრაც გვქონდა საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარების ქართული ოცნებიდან, სადაც სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, როგორ დავეხმაროთ რაიონებს განვითარებაში და არა პირიქით. მეორე, რაც შეეხება უფრო გახმაურებულ თემებს, მიხეილ სააკაშვილთან და სხვა იმ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, რომელზეც უმრავლესობა პრეტენზიას გამოთქვამს, მე მინდა ყველა დავარწმუნო, პირველ რიგში ჩვენი ოპონენტები, რომ არც ერთი ინსტიტუტის ფუნქციონირებას არ შეექმნება პრობლემები. ოღონდ პრობლემები აუცილებლად შეექმნება და ჩვენ ამიტომ აგვირჩია ქართულმა ხალხმა და მოგცა ქვეყნის მართვის მანდატი, აუცილებლად შეექმნებათ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაში და საკუთარი, არ ვიცი, ბავშვური ოცნებების ასრულებაში. ჩვენ ამ ბოლო დღეებში გამოვაქვეყნეთ პრეზიდენტის რამოდენიმე აქტი და ამ პროცესს გავაგრძელებთ. მე პირადად ძალიან ბევრი ბრძანება და განკარგულება გამოცემული მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ წლების განმავლობაში, რომელიც გასაიდუმლოებული იყო და მოგეხსენებათ წლების განმავლობაში ვიბრძოდით პოლიტიკოსებით, ჟურნალისტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომ სარეზერვო ფონდიდან ფულის ხარჯვის დოკუმენტები გამხდარიყო საჯარო და ამას მუდმივად მალავდნენ. ჩვენ ამას გავაგრძელებთ ამ პროცესს, რომ იცოდეს ქართულმა ხალხმა, რაში ხარჯავდა მიხეილ სააკაშვილი ფულს, რისთვის იყენებდა და როგორ ფუფუნებაში და საკუთარი სიამოვნებისთვის, გართობისთვის და გახალისებისთვის იყენებდა ქვეყნის ბიუჯეტს, მაშინ როდესაც ამდენი პრობლემა არის საქართველოში, ამდენი ღარიბია, ამხელა უმუშევრობაა და ასეთი სოციალური პრობლემები აქვს მოსახლეობას და ჯანდაცვის სფეროზე ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. ეს აღარ ექნებათ, ამის შესაძლებლობა ნამდვილად აღარ ექნება მიხეილ სააკაშვილს. აი ამას ამბობს საქართველოს ბიუჯეტი. როგორც ინსტიტუტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, არავითარი საფრთხე არ ემუქრება და თუ კი მას აი ამ შეკვეცილი ბიუჯეტის გამო მოუწევს საპრეზიდენტო სასახლიდან კანცელარიის ბოლო სართულზე გადანაცვლება, არც ამაში არ უნდა იყოს არავითარი ტრაგედია, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს მიხეილ სააკაშვილი 2004 წელს როგორ პირდებოდა, რომ ეკონომ კლასით იფრენდა და მისი მთავრობა იქნებოდა განსხვავებული, იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა ფუფუნებისთვის, არამედ იქნებოდა ხალხის პრობლემის მოგვარებაზე აწყობილი. დღეს მოვიდა საქართველოში ხელისუფლება, რომლის მთავარი ამოცანა არის ბიუჯეტს მოაჭრას ყველა ხარჯი, რომელიც არაფერში არ ჭირდება ქვეყანას, არაფერში არ ჭირდება ქვეყნის განვითარებას, არაფერ კავშირში არ არის ამა თუ იმ ინსტიტუტის განვითარებასა და სტაბილურობასთან და ეს ფული, აი ეს დანაზოგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ინსტიტუტებიდან გადაიტანოს სოციალურ პროგრამებში, ჯანდაცვის პროგრამებში, განათლების პროგრამაში და სოფლის მეურნეობის პროგრამაში. ეს არის ჩვენი პრიორიტეტები და არა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ორი თვითმფრინავი ემსახურებოდეს და დადიოდეს 200 კაციანი დელეგაციებით უცხოეთში, ვისაც არ ეზარება ყველა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით იწყობდეს საკუთარ ცხოვრებას და კეთილდღეობას. მე მგონი ამაში სიახლე არაფერი არ უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ წლების განმავლობაში და ყველასთვის უნდა მოსალოდნელი და გასაგები ყოფილიყო, რომ 2013 წლის ბიუჯეტი იქნებოდა პრინციპულად განსხვავებული ყველაფერი იმისგან, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ხდებოდა საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თინა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. თინა ხიდაშელი გვერდებოდა ქუთაისიდან, გადაცემაში რეკლამის დრო რამდენიმე წუთში მთავარ კითხვაზე პასუხს უკვე მამუკა არეშიძე გაგცემს. მამუკა არეშიძე უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშობისებად. საღამოშობისა. რამდენიმე ვერსია გქონდათ გუშინ ბაჩუახალაის თბილისში დაბრუნებასთან დაკავშირებით, უბრალოდ 3 ვერსია. თუმცა ამ ვერსიებს ბაჩუახალაიამ უპასუხა თქვენს ინტერვიუს და ამ ვერსიებს უწოდა არასერიოზული და ფილოსოფიური. მოდით კიდევ ერთხელ რას ფიქრობთ, რატომ დაბრუნდა ბაჩუახალაია საქართველოში? ტერმინი ფილოსოფიური მომეწონა განსაკუთრებით და განშის ხასიათზე დამაყენა. რატომ დაბრუნდა? ეხლა ისე ვერსიებით ნოვილაპარაკო, მართალია, ეხლა ისევ გაიმეორებს ალბათ ბაჩუახალაია, მაგრამ თუ გაიმეორათ, თუ გასამეორებლად ეკნა თავი დღევანდელი დაკითხვის შემდეგ. საქმე ის არის, რომ ბევრი ფაქტორები არსებობს, ფაქტორი თქვა უსაფრთხოებისა, იმიტომ რომ დაცული ნამდვილად ვერ იქნებოდა იმ მასშტაბით, როგორც
თქვა თვითონ იმ საშუალებებით როგორც თვითონ წარმოედგინა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მტერი ყავდა მას საქართველოს საზღვრებს გარეთაც. რამდენიც პარადოქსალური არ უნდა იყოს, ბევრად უკეთესად დაცული იქნება დღევანდელი ხელისუფლების ხელში, მისი სიცოცხლე გარანტირებული იქნება, ვიდრე თქვა გარეთ ან უცხოეთში, იმიტომ რომ გარეთ ყოფილი ბაჩო ახალაიას აქაც ბევრი მტერი ყავს, როგორც საზოგადოებაში, ისე სხვა შორის თავის თანაგუნდელებშიც კი. მაგრამ ეს თქვა ეს ამ წუთებში მისი თანაგუნდელებით განადა სხვა თანაგუნდელებიც არსებობენ. დიახ. ეხლა მეორე ვერსია თქვა ასეთი იყო, რომელიც თქვა საკამათოსია, პირველი საკამათოა მე არ ვამბობ. მეორეც ესეთი არის, რომ გარკვეულწილად ის ასე თქვა გაღიზიანებულია იმაზეც, რომ არ იქნა შესაბამისად დაცული უზენაესი ხელისუფალის მხრიდან, მაშინდელი უზენაესი ხელისუფალის მხრიდან, მე სააკაშვილს გულისხმობ. მან აქცენტიც გააკეთა ამაზე ჩაგიჭრებით საუბარში, უბრალოდ მან თქვა, რომ ის არ გადადგა იმიტომ, რომ დამნაშავედ გრძნობდა თავს, არამედ გადადგა პოლიტიკური მოტივით, მხოლოდ და მხოლოდ, რადგან პოლიტიკურად ასე იქნებოდა მომგებიანი. ნუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ზოგიერთი თქვენს გაქვთ ჟურნალისტებს იმის თაობაზე, როგორ ხდებოდა მაშინ სააკაშვილსა და ახალაიას შორის ეს ლაბანღურის ოპერაციის მერე დაიწყო ეს ყველაფერი და გრძელდებოდა ვიდრე არჩევნებამდე და ესე იგი ასე ვთქვათ ეს გაღიზიანების ფაქტორი არსებობს რასაკვირველია თვითონ გუნდში შიგნით აი ამ ორ ადამიანის შორისაც და მე არ გამოვრიცხავ იმას რომ ახალაია დაბრუნდა იმიტომ რომ ასე ვთქვათ ვაჭრო-სავაჭრო ფორმატი შეექმნა როგორც თავის თანაგუნდელებთან ისე ასე ვთქვათ დღევანდელ ხელისუფლებასთანაც ამის საშუალება მას ნამდვილად აქვს, იმიტომ რომ უაღრესად ინფორმირებული და ბევრის მცოდნე ადამიანია. და შეიძლება ეს ინფორმაცია ძალიან კარგად შეეფასებინა, კარგი ფასი დაედო. ეხლა მესამე ვერსია არის ისეთი, რომ თქვათ მან გადადგა ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ თავის თანაგუნდელებში და საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც ხარშუდეს ნაციონალურ მოძრაობას, თავისი პოლიტიკური წონა აემაღლებინა, გმირის მანტია მოესხა. ნაწილობრივ ამ გუნდში ამას მიაღწია. დღეს ამ გუნდის წევრებისთვის და რიგი წევრებს გულისხმობთ, განსაკუთრებით რეგიონალური მასშტაბის წევრებს, მას აქვს გარკვეული ესეთი პოლიტიკური წონა გაზრდილი და მან მოახერხა ამ გუნდის გარკვეულწილად კონსოლიდაცია, რადგან გულისხმობ განსაკუთრებით რეგიონებში არსებულ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს გულისხმობ. ასე რომ რამოდენიმე ამოცანა იყო დასახული. ის რომ ეს ნაბიჯი ერთგვარი დემარში იყო, ეს არის ფაქტი. დემარში, რომელიც თვითონ ახალაიას მხრიდან გარკვეულ დივიდენდებს მოუტანდა და ეს გარკვეული დივიდენდები საზოგადოების ერთ მცირე ნაწილში ნამდვილად მოუტანა. მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის მისი ინდივიდუალური თამაში და არა ნაწილი რაღაც გუნდური გეგმის, რადგან ასეთი ვერსიაც არსებობს, რომ შესაძლოა ნაციონალურ მოძრაობას კონდეს გარკვეული გეგმა იმ ბიზნეს მისაღწევად მაგალითად რომ მაქსიმუმ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და მინიმუმ პრობლემები შეუქმნან ახალ ხელისუფლებას არ ფიქრობთ რომ ბაჩო ახალაიას დაბრუნება საქართველოში შესაძლებელია სწორედ ასეთ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყოს მე უნდა გითხრათ რომ შესაძლებელია ასეთი გეგმა ნამდვილად არსებობს რომელიც მრავალ კომპონენტიანია ციხის ბუნტი და ციხეში არეულობა და ბაჩო ახალაიას ჩამოსვლა თუ სხვა რა თქვა სოციალურად დაუცველების შეჭრა ამა თუ იმ შენობაში ეს შეიძლება ერთი გეგმის ნაწილი იყოს კომპონენტები იყოს მაგრამ ამ კომპონენტში ვერ გამორიცხავთ იმას რომ ბაჩო ახალაია საკუთარ თამაშს თამაშობს არა არ შეიძლება არსებობდეს საერთო გეგმა, მაგრამ ბაჩო ახალაიას კონდეს თავისი, ესე ვთქვათ, მინი გეგმა, რომელსაც საერთო კონსტრუქციაში ჩასვა. ეს ასეთი რამ არსებობს. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ არც იმას გამორიცხავს ხოდაშორის, რომ აი კონსოლიდაცია ვახსენე ნაციონალური მოძრაობის აი ამ დარჩენილი გუნდისა არც იმას გამორიცხავ, რომ ახალ ლიდერად შეიძლება მოევლინოს ამ გუნდს, მოინდომოს ყოველ შემთხვევაში ახალაიამ, რომ აი ამ გუნდს მოევლინოს, იმიტომ რომ ხა ჩვენთვის ცნობილი ლიდერი, რომელსაც დღეშუქები გამორთვის, წარმოვალია მაინც ასე თუ ისე, ყველა შემთხვევაში წარმოვალია, იმიტომ რომ მან თავის პოლიტიკური კარიერა ამოწურა და სხვა შორის რესურსით მავანისთვის, იმიტომ რომ ბევრს იმედი გაუცრუათ საკუთარ გუნდში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალაია არის პრინციპში საკვანძო ფიგურა იმ პოლიტიკურ მოვლენებში, რაც განვითარდა ბოლო პერიოდში, გულისხმობ ციხეების სკანდალს, რაც იყო პიკი პოლიტიკური დაძაბულობის და ბაჩო ახალაია იყო მაშინ საკვანძო ფიგურა, რომელიც გადადგა თანამდებობიდან და დღეს ის ბრუნდება ისევ საქართველოში, თუმცა ამბობს, რომ არ ბრუნდება პოლიტიკაში და აცხადებს მზადყოფნას გასცეს პასუხები კითხვებზე.
რასაკვირველია, საკვანძო ფიგურა იყო ბევრ რამეში, რაც საქართველოში ხდებოდა და ზუსტად ამიტომ ანუ მარცხის საკვანძო ფიგურა ხომ არ უნდათ აქციონ შემდეგ უკვე პერსპექტივაში გამარჯვების საკვანძო ფიგურა დაისმინდა. არა, მარცხის საკვანძო ფიგურა არ არის ახლა. მარცხის მიზეზის საკვანძო ფიგურა შეიძლება ის იყოს. თვითონ მარცხი ნაციონალური მოძრაობის შიგნით ძალიან მყარი აზრია, რომ ახალაია რო ყოფილიყო თავის მდგომარეობაში, ისე როგორც უნდა ყოფილიყო, ძმები, მე ვლაპარაკობ რეგიონის დონეზე, მე ვლაპარაკობ ახლა დღევანდელ სადეპუტატო კორპუსში. იქ მყარი აზრია ესეთი, რომ ახალაია რო ყოფილიყო, 1 ოქტომბერი არ იქნებოდა. ძმები რო ყოფილიყვნენ, ხელგახსნილები რო ყოფილიყვნენ, ასე ვთქვათ, ეს 1 ოქტომბერი არ იქნებოდა. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება. თუმცა მეორე მხრივ თუ დაუკავშირებთ ციხეების სკანდალს და პირდაპირ უკავშირებენ ახალაიას სახელს, რომ არ ყოფილიყო ციხეების სკანდალი, შეიძლება ასევე ბევრი რამ სხვანაირად ყოფილიყო. რეგიონში ესეც ხომ ბაჩო ახალაიას სახელს ახლა უყურეთ როგორ არის, აქ მიდგომა ესეთია. ეს ციხე მათთვის, აი ამ ჯგუფს, მე ვისაც ვლაპარაკობ, ვისაც გულისხმობს, სწორედ მე დაგეგმილი მათთვის ციხეებში მიმდინარე პროცესების ამსახველი ვიდეო კადრები იყო დამონტაჟებული ცალსახად და მათთვის ეს არ იყო რეალური. ისინი თვლიან, რომ ეს კადრები, ესე ვთქვათ, როგორც ხდება ხოლმე, ეს სიტუაციაში რაც შენ მოგწონს, ის დამონტაჟებული არ არის, რაც არ მოგწონს, ის აუცილებლად დამონტაჟებულია. მაგრამ თუ ამას ასე ფიქრობენ, ბატონო მამკა, ისევ ჩაგეძიებით, რატომ არ მიმართეს ექსპერტიზას, რატომ არ დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს იყო დამონტაჟებული ეს კადრები? ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ეს ისევ იმეორებ, ეს ქვედა რგოლები თვლიან, რომ უზენაესი ხელისუფლების სისუსტე ის იყო ზუსტად, რომ აი ამ კადრებს გადააყოლა, ესე იგი ეს ისტორია და ბიოგრაფია, რაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას და აი ექსპერტიზა არ ჩაატარა, არ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ შეყარა ქვეყანა, რომ ვატყუებენ ხალხს და ასე შემდეგ. ისე რა არის სხვა ტიპის ფსიქოლოგია. მე მინდა ყურადღება მიაქციოთ, ჩვენ გვაქვს საქმე აბსოლუტურად სხვა ტიპის ფსიქოლოგიასთან, რომელიც 8 წლის განმავლობაში აი ამ ადამიანებს ჩამოუყალიბდა. ეს არის მოსახლეობის შეიძლება 3-4%, მაგრამ არის საკმაოდ მყარი, ასე ვთქვათ, მყარი მიდგომის მატარებელი. ეხლა ვიღაცას გონია, რომ ასეთები აღარ არიან, ჩემო კარგო და სხვადასხვა შორის აი გუშინელმა კადრებმა როცა თავყრილობა მოხდა, ესე იგი მათ გარკვეული იმედები ჩაუსახეს და იმას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ახალაია კონსოლიდატორის როლი შეასრულა სერიოზულად ამ ადამიანებს, რომელსაც ყველაფერზე ხელი ქონდა ჩაქნეული, უკვე იმედი აღარ ქონდათ, რომ რამე მოხდებოდა. ეხლა ეს არ არის აქ გადამწყვეტი. ეხლა ჩვენ დიდ ბევრი დრო დავუთმეთ ამ ადამიანებს ლაპარაკს, ისინი ვერ ქმნიან ამის და ვერ შექმნიან. საქმე ის არის, რომ ჩვენთან მიმდინარეობს პროცესები, რომელზეც ახლა თინამაც გაამახვილა ყურადღება, ეს პროცესები არიან ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ახალაიას ჩამოსვლა თუ ერთი კომპონენტია საერთო გეგმისა, ეს გეგმა ძალიან დახუნწული დატვირთული, კარგად გააზრებული. თავარ ის არის ახლა როგორ დაუპირისპირებს დღევანდელი მართველი ძალა ამას. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი შემდეგი შეკითხვა, რა უნდა დაუპირისპიროს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხელისუფლების არსებულ თუ შეიძლება ვერსიად არსებულ გეგმას. როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, რომ ეს იყოს სწორი ნაბიჯები მათი მხრიდან? მაგალითად, როგორ აისახება ხელისუფლების ავტორიტეტზე თუ ბაჩო ახალაია ან სხვა პოტენციური დამნაშავეები არ იქნებიან დაკავებული და დასჯილი? ხელისუფლების ავტორიტეტზე აისახება თუ კარგად არ იქნა ახსნილი ხელისუფლების ავტორიტეტზე აისახება უარყოფითად. ეხლა ვიდრე მე აქ სტუდიაში შემოვიდოდი ერთ-ერთმა ცნობილმა სატელევიზიო მუშაკმა პირდაპირ მითხრა, რომ მე ვუყურებ ამას ყველაფერს ტელევიზიის თანამშრომლის თვალით და აღარ მინდა ის სურათი დავინახო, რომ ახალაია გამოდის პროკურატურის შენობიდან კმაყოფილი სახით. ახალაია, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანი, მას აქვს უფლება შეფასებები იურიდიული მისცეს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი აღშფოთებულია იმის გამო, რომ მას ასე შეუძლია თავისუფლად იყოს დადიოდეს თბილისის ქუჩებში, იქნებოდა ბათუმის ქუჩებში და მას ჰქონდეს ინიციატივა ხელში. ნუ საზოგადოება ასე ფიქრობს, იმიტომ რომ ინფორმაცია არ აქვს. საზოგადოება არ იცის მაგალითად, რომ თუ არ იქნება მტკიცებულებები აბსოლუტურად ზუსტი და თუ 48 საათში არ წარადგინა მასეს მტკიცებულებები იურიდიული, მაშინ ნებისმიერი სასამართლო, რომელსაც ახლა ჯერ კიდევ მართავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, გაანთავისუფლებს მას და იქიდან გამოსული ახალაია სასამართლოს მიერ გამართლებული არის უკვე სხვა ტიპის პოლიტიკური ფიგურა. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მტკიცებულებები ის კი არ არის, ჩვენ რო ვიცით, რომ ახალაიას პლანზე ჯარისკაცებს სცემდა ჭორად. ჭორად კი, ნუ რეალური ამბავია ეს რასაკვირველია, მაგრამ მაინც არ არის იურიდიული მტკიცებულება. ანდა ჩემო ბატონო ციხეში ბუნტი რო ჩაახშო. ანდა ჩემო ბატონო იქ ფული გაიფლანგა თავდაცვის სამინისტროში. სხვა. ყველაფერს ამას ჭირდება იურიდიულად გამაგრებული პროცესი. მეც როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ ადამიანების პარპაში, ქუჩაში, რომელსაც
მაგალითად ჩემს რა ქვია შტაბის უფროსის მოადგილეს შესახაში შეასხა მჟავა რა თქმა მე ახლა ამის მტკიცებულ ხო ვიცი ვინც არის ან კიდე სხვა ის არის წვრილმანი ეს არის მსხვილმანი თქვა და მაგრამ მე მინდა საზოგადოებას უთხრა რომ მეც თქვენ გვერდითა ვარ ამ საკითხში მეც არ მინდა რომ ესენი ქუჩაში დადიოდნენ ყველა დამნაშავე ჩემია თუ სხვისია უნდა იჯდეს ციხეში განსაკუთრებით დამნაშავე რომელსაც უამრავი დანაშაულია მაგრამ მოდი ამას ესე მიუდგეთ მოდი ესე იგი ესე თქვა გავამაგროთ მივცეთ საშუალება ჩვენს იურისტებს ეს პოზიციები გაამაგრონ ისე რომ მე შემდეგში არავის არ ქონდეს საშუალება იმისა რომ არიქა ეტაკოს სტრასბურგს არიქა მოისხას პოლიტიკური დევნილის მანტია არიქა თავის შეაცოდოს ვიღაცას რომელიც ელოდება ამას იმიტომ რომ ესე იგი სააკაშვილის რეჟიმის ლობისტები გამალებული მუშაობენ სამ მაგი დატვირთვა დღეს და სხვაშორის რაღაცას მიაღწიეს ევროპაში განსაკუთრებით იმ კონტექსტში რომ მოხდა მშვიდობიანი გადაბარება ხელისუფლებაში ნახეთ როგორ დემოკრატია სინამდვილეში სააკაც და ეს იყო დასანანი ეპიზოდი რაც მოხდა ციხეებში და რაც ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ამიტომ აქ ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო. თუმცა ვიმეორებ, ადამიანურად მე ამის გაგება და მიღება არ მინდა. მაგრამ მეორეს მხრივ ეს ხო ესე თქვა ამას ხო ყველაფერს თავისი იურიდიული მხარე უნდა კონდეს. კიდევ ერთი თემა რომელზეც მინდა გავამახვილოთ ყურადღებას ეს თვითონ საზოგადოების რეაქციები, საზოგადოების განწყობა და ერთგვარი მოთხოვნა რომ მოხდეს ფორსირება გარკვეული ქმედებების. რითი არის ეს გამოწვეული როგორ ფიქრობთ? საზოგადოების მოთხოვნა? დიახ, საზოგადოების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლება მიჩქაროს, ჩქარა გადადგას ნაბიჯები ამ თუ იმ მიმართულებით, თუნდაც იგივე დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით, რეფორმებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები რომ იქნეს სწრაფად მიღებული. საზოგადოების ასეთი განწყობა რითია გამოწვეული იმით რომ გასული წლების მანძილზე მათ არ ქონდათ საშუალება გამოეხატათ თავისი აზრი და თითქოს ეს დაგროვილი ენერგია ეხა იწყებს გარეთ გამოსვლას თუ შესაძლებლად მიგაჩნიათ რომ ესეც პროვოცირებული იყოს არა იცი როგორ არის ხა მოდი ობიექტურები ვიყოთ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში მყოფმა საზოგადოებამ გამოსავალი მისცა თავის ენერგიას და ასე ვთქვათ ითხოვს რომ სისხლი დაიღო სისხლს ითხოვს მე ამ შემთხვევაში ის ფიგურალურად ვამბობ მაგრამ სინამდვილეში ასეთი განწყობები ადამიანი კაცობრიობისთვის დამახასიათებელია ჩვენი ამოცანა არა დღევანდელმა ხელისუფლებამ იჩქაროს ნელა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულა. ანუ უნდა გააკეთოს თანმიმდევრულად გადადგას ყველა ნაბიჯი და ეს უნდა გააკეთოს მართალია ჩქარა, მაგრამ ამავე დროს ის მახსენდება ამასთან დაკავშირებით გახსოვთ ერთი პერიოდი ძალიან ადანაშაულებდნენ ქართულ ოცნებას საარჩევნო კამპანიის დროს რომ ისინი იყვნენ ძალიან პასიურები. თითქოს გავს ეს ეტაპი იმ ეტაპს. კი. გავს გარკვეულწილად და შაშურის მიაქციეთ ყურადღება. მაშინ იყო ესეთი ლოგიკა და მომემზადოთ გადამწყვეტი დარტყმისათვის. და შაშურის გადამწყვეტი დარტყმა შედგა სექტემბრის თვეში, რა. ეხლა ცოტა სხვანაირი მომენტია. ეხლა არის იმდენად ბევრი საქმე, იმდენად ბევრ საქმეს უნდა მიაქციო ყურადღება ქვეყნის მშენებლობას ცალკე, სამართლიანობის აღდგენას ცალკე, დამნაშავეების დასჯას ცალკე და კიდევ უამრავი სხვა პრობლემაა. მაგრამ ყველაფერი ამაში ხდება მაინც საერთო თანმიმდევრული ლოგიკური ფრონტით მიდგომა ეს აუცილებელია ისე ქვეყანას ვერ ააშენებ და საზოგადოების მოთხოვნას უნდა შესაბამისი პასუხი გასცეს საზოგადოება მალე უნდა მიიღოს ტარიფებთან დაკავშირებული პასუხი აუცილებლად საზოგადოება მალე უნდა დაინახოს რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი იწყება სამართლიანობა და დამნაშავეები იშებია მაგრამ მე ვთვლი რომ გვაქვს კიდე დაახლოებით 1 კვირა 10 დღე იმისთვის რომ ესე იგი ჩვენი პროკურატურა ხასუსო ამ შემთხვევაში არ მინდა პროკურატურა უნდა მოემზადოს იმისთვის რომ გადამწყვეტი დარტყმის პროცესი შექმნას ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ თუ დავაგვირდებით არჩილ კვილაშვილი შესულია თავის გამშრალ კაბინეტში სულ 1 კვირაც არ არის დიახ და მოითხოვა მცირე ტაიმაუტი მან იმისთვის რომ შეესწავლა ვითარება გარდა მაგისა ამ პროცესში ის კიდევ აკომპლექტებდა თავის ესე იგი უწყებას საჭირო და დასაყრდენი ხალხით ხო შეიძლება და იმაზე ყოფილიყო მარტო დაყრდნობილი თუმცა იქაც აღმოჩნდნენ ადამიანები რომლებიც საჭირონი არის მე თან ამავე დროს პარალელური პროცესებია საბოტაჟის მე ამას ხმამაღლა ვიმეორებ მე დღესდილით მithოვდი რომ დღეს უნდა იყოს დაკითხვაზე დაბარებული ალიას ფურცლები და დაკითხვაზე უნდა იყოს ეს ახალაი და ამას იმიტომ რომ ასევე ვიმეორებ მე ვიცი საბოტაჟის თაობაზე ხო უბრალოდ არ არის ფორმატი არ გვაქვს რომ მოუყვეს ყველაფერი ხო აი თქვა როგორ ხდება ვინ რას ავალებს ვინ ვის ავალებს როგორ იმართება იცით ინფორმაცია გაქვთ ამ დასაკვირველია ეხლა მაგალითად მე ხშირად ვიმეორებ ხომ და ეხლაც ვამბობ რომ თქვა ერთ-ერთი გამგეობის აპარატის ხელმძღვანელობა როგორ იბარებს ვითომ სოციალურად დაუცველებს როგორ უშვებს სხვა შენობაში ეს ბევრმა იცის მე კი არა თუმცა როგორ ხორციელდება ციხეში მაგალითად აი როგორ ხორციელდება
გრძელდება, ეს არის ესე იგი ძირითადად იმართება მაყურებლების ერთი ნაწილისაგან, სერიოზული ნაწილისაგან, რომელზეც აქვთ უამრავი კომპრომატი ადმინისტრაციას და მათი მეშვეობით ხდება იმ პროცესების მართვა, რომელიც იმართება ციხეში და მე მაგალითად ქსანის ციხეში ეს რო დაიწყებოდა, ვიცოდი რამოდენიმე ხნით ადრე რუსთავზე არ ვიცი. ხო და ეხლა ეს გადაედება, ეს პროცესი გაგრძელდება, იმიტომ რომ ესენი იმართებიან. აი უნდა გითხრათ ერთი რამ, რომ ძალიან ისეთი მარტივი რა. ესე იგი გამოსვლები, როდესაც იწყება, ხო ხედავ ვიზუალურად ხდება, რომ ვიღაცამ ბრძანება მიიღო. როგორ მიიღოს ბრძანება? ჩვენ ხო ვიცით, რომ მობილური ტელეფონები არ არის იმას ციხეში. ესე იგი ამ შემთხვევაში უცებ გაჩნდა მობილური ტელეფონი ციხეში, უცებ აქვს ამ ადამიანის მობილური ტელეფონები და ხო საიდან არის ახლა რა მნიშვნელობა აქვს ერთი შეხედვით, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ესენი იღებენ აი ამ მობილური ტელეფონებით ბრძანებებს. ანუ ვიღაცამ შეუტანა მობილური ტელეფონი იმისთვის, რომ იმანეს ბრძანება მიიღო, შესაბამისი. ბევრი სახელი და გვარია ცნობილი, მე უფრო გეტყვით მეც მზადება მიდის იმის თაობაზე, რომ აი 200-მდე თუ 300-მდე ეგრეთ წოდებული ნასეთქის სახელები და გვარები გახდეს ცნობილი ციხის პატიმრებისთვის. რა მოყვება ამას ალბათ ხვდებით, არა? ადამიანი, რომელსაც გონია, რომ მისი კამერის სიმყოფი არის სხვა, უცებ აღმოჩნდება, რომ ის არის მოკლედ სხვა. ბილად რო თქვა და ეს როგორ ხდება ციხეებში, ვითავდება ეს ამბავი, მოგესალმებით. და როგორ უნდა მართოს ამ შემთხვევაში? სიტუაცია ახალმა ხელისუფლებამ. ახალ ხელისუფლებას. თუმცა როდესაც ინფორმაციას ფლობ, ეს უკვე გარკვეულწილად ნიშნავს, რომ შეიარაღებული ხარ. როგორ უნდა გამოიყენო ეს ინფორმაცია? ეს არის საქმეც მაგარი, ეს არის რომ არა მხოლოდ ინფორმაციის ფლობა, ხელოვნება არა ინფორმაციის გამოყენება. თორე ინფორმაციის ფლობა არ ნიშნავს, ახლა მეც ვთქვი ინფორმაციის მერენა. საქმე ის არის უნდა გამოიყენო მაგალითად სოზარ-სუბარისთვის ამ ინფორმაციას სხვანაირი ფასი აქვს. რასაკვირველია, იმიტომ რომ მას მექანიზმიცაა გამოყენების. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან სისტემაში, მე ამას ვამოხმამაღლა, რომელსაც ძალიან აქტიურად შეუულიათ და დაეხმარონ იგივე სოზარის გუნდს, რომ ეს სიტუაცია გამოასწორონ. აქ ძალადობრივ გადაწყვეტაზე არ არის. სხვა შორის ციხის ბუნტი ორიენტირებულია ზუსტად იმაზე. სხვა გავლენაა საჭირო იგივე პატიმრებზე უფრო მეტი გავლენა. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გითხრათ, რომ ციხის ბუნტის ორგანიზატორებისთვის, ორგანიზატორები წაუგებელ თამაშს თამაშობენ. ხელისუფლება ძალას ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ისინი შედეგს მიიღებს, რაც მაშინ იყო, არ გამოიყენებს და მაშინ გამოვა სხვა მეთოდოლოგიაც არსებობს, რომელსაც მე ვერ ვიტყვი, რასაკვირველია, ტელე ეკრანიდან. ეხლა მე ვიცი, რომ ჩვენი გადაცემა მთავრდება უკვე და მინდა ერთი რამ გითხრათ, უბრალოდ კიდე ერთი ინფორმაცია, რომელიც არ ეხება აბსოლუტურად არც ციხეს და არც სხვას და მე მინდა მაინც ეს ინფორმაცია გავაშლო. სიამოვნებით მოგისმენთ. აი ეხლა სხვა შორის აი ძალიან საკრალური ციფრი გახდა ეს 600,000 კაცი თუ ის მერია რო იძახის, რომ დარჩა ესე იგი, ასე ვთქვათ, ვერ პოვოდებ ამ ფურცლს, მაგრამ არ მნიშვნელოვნად მახსოვს. ეს 600,000 კაცი რამდენად პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს, ეს შემთხვევით წამოწდა ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს მერიისას, უბრალოდ დაასახელა, აი რო იტყვიან ციდან აღებული ციფრი. სინამდვილეში არ არის 600,000 კაცი და დღეს მე აიჩემეს, რომ 600,000 კაცი დარჩა ამ ანაზღაურების გარეშე. ეს არის დაახლოებით 280,000 კაცი და პლუს გარკვეული ციფრი რაღაც რაოდენობა დაახლოებით 50-60,000 ეს ინვალიდების რაღაც კატეგორია. დაახლოებით 350,000 ადამიანზე ლაპარაკი. დანარჩენი, ვიზედაც უნდა გაიცეს ის თანხები, რომელზეც იყო ლაპარაკი, ეს არის მათი კოორდინატორები, ქვეკოორდინატორები, მათი ესე ვთქვათ, წარმომადგენლები, მამასახლისები და ასე შემდეგ. ანუ გაუთავებელი ლაპარაკი იმის თაობაზე, როგორც ამბობს ქალაქის მერია, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველი 600,000 ადამიანი დაგვრჩა, ჯერთი არ დარჩათ, მაგრამ ნუ კარგი, თქვა დარჩა. დაგვრჩა, ესე იგი, ფულადი დახმარების, მატერიალური დახმარების გარეშე, ეს არის ტყუილი ციფრი. სინამდვილეში ამ 600,000-ში შედის მათი კოორდინატორები, უბნის ქვეკოორდინატორები, მამასახლისები და სხვადასხვა ასეთი კატეგორიის ხალხი, რომელიც მუშაობენ ნაციონალურ მოძრაობაზე. ეს იმიტომ ამბობ, მე საზოგადოებამაც იცოდეს, ეს ხალხი არ დარჩა ანაზღაურების გარეშე, მაგრამ ეს ხალხი დაკომპლექტებული არა კეთილსინდისიერად და ამ კატეგორიაში შედის, როგორც დამსახურებული ადამიანები, ისე აბსოლუტურად დაუმსახურებელი ხალხი. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. თავარ კითხვას მამუკარეშზე პასუხობდა, არ გადართოთ რამდენიმე წუთში გლობალ ტივის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე იქნება ჩვენი სტუმარი. ზურაბ ბაზლიძე უპასუხებს მთავარ კითხვას, გადაცემის ბოლოს კი ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა ჩაგორთვება გენერალური პროკურატურიდან და გავიგებთ რა ხდება იქ, გამოვიდა თუ არა ბაჩუახალაია დაკითხვიდან. ბატონო ზურაბ, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. დღეს ძალიან ბევრ ეთერში გავიდა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი ეჩიქოვანი ელაპარაკება კავკასუს ონლაინის ხელმძღვანელს. აღარ გავიმეორებთ, იმიტომ რომ ჩვენ საინფორმაციო გამოშვებაში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ მოისმინა მაყურებელმა ეს საუბარი. მოდით
უბრალოდ გავშიფროთ მაყურებლისთვის, იქნება აუხსნათ მაყურებელს, რაზეა აქ ლაპარაკი, სად იკვეთება კრიმინალი. მაგალითად, მე რამდენიმე მომენტი მომხვდა ყურში, იქ იყო საუბარი უკანა რიცხვით, უკანა თარიღით დოკუმენტის გაფორმებაზე, ჩანდა იკვეთებოდა ასევე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება კომპანიებს შორის. მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ ეს არის კავკასუს ონლაინი, მას შემდეგ რაც ის მას უკვე ახალი პატრონი ყავს, ძველი კი გაქცეულია საქართველოდან. რაზეა საუბარი, რა კრიმინალური მომენტები შეამჩნიეთ თქვენ როგორც ამ საქმეს ჩახედულმა ადამიანმა? უფრო მარტივად რო გაიგოს მოსახლეობა, რაზეა საუბარი, ესე ჯობია მოკლე მონახაზი გავაკეთოთ, საერთოდ რა ხდებოდა. ალბათ ადვილი გასაგები იქნება, თუ წარმოვიდგენთ შემდეგ სქემას. სქემა შემდეგში მდგომარეობს, ისე როგორც თქვა, საეთერო მაუწყებლები დროთა განმავლობაში დარჩა 2-3, რომელიც კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ. ჩანაფიქში იყო შემდეგი სახე, რომ დარჩენილი იყო საერთოდ ბაზარზე რამოდენიმე საკაბელო მაუწყებელი. 2-3, რომლებიც ასევე კონტროლდებოდა იქნებოდა ხელისუფლების მიერ. ამას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. პირველ რიგში რატომ იყო ეს ამოცანა დასმული? იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენება საკაბელო ტელევიზია წარმოადგენს ინფორმაციის მატარებას მიმდას მოსახლეობასთან და თუ რა ინფორმაცია უნდა მივიდეს, ამის კონტროლი სჭირდებოდა ხელისუფლებას ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ყოველთვის იყო საკაბელო ტელევიზია მათი მხედველობის ქვეშ. ხდებოდა შემთხვევები, როდესაც გადიოდა ქსელებში და გადის და ყოველთვის ჩვენ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ის არხები, რომლებიც თქვათ მათთვის არასასურველი იყო, რომლებიც ვერ კონტროლებდა ხელისუფლების მიერ, მათ შორის მაესტროც, მესხრი არხის მოგეხსენებათ რა პრობლემები იყო. აქედან გამომდინარე, ყოველთვის იყო ამოცანა, რომ რა გვინდა ამდენი საკაბელო ტელევიზია, შევქმნათ პირობები, რომელშიც ეს საკაბელო ტელევიზია ვერ გაძლებენ, განადგურდებიან და ბაზარზე დარჩება რამოდენიმე, რომლებიც კონტროლდებად იქნებიან და გაუშვებენ იმას, რაც ჩვენ გვინდა და არ გაუშვებენ იმას, რაც ჩვენ არ გვინდა. აი ეს ამოცანა არის და ამ სიტუაციაში ამ სასურველ საკაბელო ტელევიზიებს შორის რა თქმა უნდა წარმოსახული იყო სილკნეტი და კავკასუსიც. თქვენ წარმოვიდგინეთ ეს ორი კომპანია, რომლებიც თქვათ მათი დიდი ხელშეწყობით ვითარდებოდნენ, რომლებსაც ფაქტობრივად ჰქონდათ მწვანე ანთებული ყველაფერზე და თქვენ წარმოვიდგინეთ მათ მოუხდათ ერთმანეთში კონფლიქტი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი მიდის ბიზნესამდე, ეთყობა და აქედან გამომდინარე დაიწყეს ერთმანეთზე ჩივილი. რაზეა ჩივილი? ამიტომ იყო იძულებული ჩიქოვანი, რომ ასეთ ტონში და ასეთ თემებზე. კი, უნდა დაერეგულირებინა მათ შორის, მე ქვია ის ვიღაცებისთვის იყო დამრეგულირებელი, ვიღაცისთვის არის დამსჯელი, ასე რომ ვთქვათ. მე ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ არეგულირებული კომისია არ ვახსენო და ყოველთვის კომუნიკაციების კომისია, იმიტომ რომ რეალურად იგი თუ არეგულირებს მხოლოდ ერთმანეთს შორის რაღაც გარკვეულ სახელია უბრალოდ ასეთი მისი. ფაქტობრივად ეს მას შემდეგ რაც ჩიქოვანი მოვიდა, მანამდე არეგულირებული კომისია ერქვა. აი ეს მომენტი არის, ესე იგი ფაქტიურად კონკურენცია, ერთმანეთს შორის კონკურენცია, რაც მეტი არხები უნდა იყოს, შეიძლება ასე რომ ვთქვა და რაც შეიძლება იაფად მიაწოდონ, წარმოქმნა პრობლემა, რომ მიიზიდონ მეტი არხები, ჩართონ მეტი არხები, მაგრამ თუ ყველაფერზე გააფორმებენ ხელშეკრულება, შემდეგ უკვე პატარა საკაბელო ტელევიზიას კონკურენციას ვეღარ უძებენ, იმიტომ რომ პროდუქცია ზვირდება. აქედან გამომდინარე იწყებენ, თქვათ, უკვე ეგრეთწოდებული პირატული არხების ჩართვას. თქვენ წარმოიდგენთ, ეხლა იქა იყო საუბარი, რომ მაგ ტიჩიოდა, ხო? საინტერესოა, რატო თქვა სხვა საკაბელო ტელევიზიები ხმას არ იღებენ ამ შემთხვევაში. აქ არაფერი გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ პატარა საკაბელო ტელევიზიები არ იღებენ ხმას, იმიტომ რომ მათ იციან, რომ თუ ისინი იჩივლებენ, ეს ყველაფერი მოწრებდა მათ საწინააღმდეგოდ და იქნება თქვა მათ მიერ მიმართული, აქედან გამომდინარე, ფაქტიურად ეს ცნება არ არსებობდა, რომ პატარა საკაბელო ტელევიზია ვიღაცას უჩივლოს, მithumet ის რომელიცაც ფაქტიურად ის ყველა მიცის, რომ ფარველობს ხელისუფლება. ეს ფაქტი, რაც ახლა დღეს გაისმა, დაახლოებით მაგონებს იმ მომენტს, რაც თქვათ მოხდა ციხებთან დაკავშირებით, რადგანაც ყველაფერი იცის, ყველამ კარგად ვიცით, რომ რა ზეწოლის ქვეშ არიან საკაბელო ტელევიზიები, რომ ისინი თქვათ განიცდიან საკმაოდ დიდ ზეწოლას, არა მარტო კომისიიდან, არამედ სხვა სტრუქტურებიდანაც, მაგრამ საკმარის მთავარია, რომ ჩვენ რაღაცა უნდა ციხეში ინდან გაწყდეს, გამოვიდანონ ინფორმაცია და მე ეწყება ამაზე საუბარი. ეს არის ოდითგანვე ჩვენ რამდენი წელიწადია უკვე საუბრობთ ამასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ხდება ზეწოლა საკაბელო ტელევიზიებზე. თქვენ პირადად კიდევ რა მაგალითების გახსენება შეგიძლიათ? რადგან თქვენ მოახერხებთ ასე თუ ისე კომპანიის გადარჩენა. ვერ მოვასებთ ამ დროში ისაც გადაგისათ ერთიან ორი ძალიან ნათელი მაგალითი. ჩვენთან დაკავშირებით თუ ზოგადად ავიღოთ, თქვა საკმაოდ მრავალია. კერძო მიდგომები ძალიან მრავალი არის, ფაქტიურად მთელი სერია დაყადაღებებისა, უკაცრავად დაჯარიმებისა საკაბელო ტელევიზიების ფაქტობრივად არ არსებობს საკაბელო ტელევიზია, რომ დაჯარიმებული არ იყოს.
ზოგიერთ მოუღე 60,000-იც კი გადაიხადა ჯარიმა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე მინდა აღვნიშნო ეს ფაქტიც, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ყველგან არსებობს კომუნიკაციების კომისია, მაგრამ ფულადი ჯარიმა და ესეთი ჯარიმების სახით იქ ჯერჯერობით ეხლაც არ არის მიღებული, მაგრამ უკრაინაში, აზერბაიჯანის სასუნხეთში ესეთი რაღაცები არ ხდება, იქ ფულადი ჯარიმები არ არსებობს, იქ არის ნამდვილად რეგულაციის სახით არის, ხდება შეხვედრები და შემდეგ ხდება თქვა რაღაც გარკვეული საკითხების შესწავლა და თუ ეს საკითხი ვერ გადაწყდება, მე მედი სასამართლოში ეს ყველაფერი. ჩვენთან ფაქტიურად ამისგან შექმნეს ბიუჯეტის შესაძლებელი სტრუქტურა. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ აქ არ არის მარტო საუბარი თქვა ბატონ ირაკლიზე, ეს არის თვითონ სტრუქტურა ესეთი, რომელმაც ფაქტურად მოირგო და შეითავსა თავის თავში ძალიან მრავალი ფუნქცია, გახდა ფაქტურად ბაზარზე მონოპოლისტი და დარეგულირების ნაცვლად დაიწყო გეუბნებით დამჟელი ღონისძიების ჩატარება, მან შეითავსა ასევე თქვა საავტორო და მომიჯნე უფლებების საკითხები, რომელსაც ნამდვილად არ ეხებოდა და ერთ-ერთ საკითხში ჩვენს ქონდა მათთან დავა და თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ შეითავსა მან ეს ფუნქცია, ეს იყო თებერვალში და ჩვენ იმ შეთავსებული და კანონში შეტანილი ცვლილებით გვედავებოდა იანვარში მოხდა რაღაც გარკვეულ თითქოს და დარღვევაზე. ხომ ესე იგი წარმოიდგინეთ კანონის უკუქვედების ძალას აძლევდნენ. ნუ ძალიან მრავალი ფაქტორები არის, დავას მათთან აზრი არ აქვს, როგორც ყოველთვის ესე რას აქვს აზრი, აბა ამ სატელეფონო ჩანაწერის შემდეგ მედიაჯის მისცა ირაკლი ჩექოვანმა ინტერვიუ, მან თქვა, რომ უკვე აიყვანა ადვოკატი იმისთვის, რომ გაარკვიოს რა ხდება მის თავს, კონკრეტულად ამ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით. ნუ არ ვიცი ხა დავას მე არ აზრი, იმიტომ რომ დავობ უნდა ამტკიცო შენი სიმართლე, გეუბნებიან რომ ნუ ჩვენ ესე გვესმის, იღებენ მაგიდის ქვეშიდან გამზადებულ გადაწყვეტილებას და გეუბნებიან ჩვენ ამას ესე ვხედავთ და თუ თქვენ არ თანხმებით ამას მიბრძანეთ სასამართლოში. გასაგებია რომ მარეგულირებელ კომისიაში არა აქვს ბატონო დავას აზრი, მაგრამ სადაა აქვს დავას აზრი, რომ მივედი მე მიბრძანეთ სასამართლოში გაარკვეთ თქვენი სიმართლეობა და ეძებეთ თქვენი სიმართლეობა და სიმართლე კი არა მოსამართლე ვერ ვიპოვეთ სასამართლოში, ისე გამოგვიტანეს გადაწყვეტილება რომ მოსამართლეს არ გამოჩენილა. აქედან გამომდინარე ეს არის აპრობირებული მეთოდი. მიდიხარ იბძვი, იქ არაფერს აზრი არ აქვს, გეუბნებიან ჩვენ ესე გვესმის, კანონს ესე ვხედავთ, მაგალითად პატარა მაგალითს მოგიყვანთ ისე ჩვენთან დაკავშირებით, ეს იყო წილის გასხვისებაზე, 1.16% წილის გასხვისებაზე. კანონში წერია, რომ თუ წილის ხვისდება და ეს წილის სიდიდე არის 5%-ზე მეტი, ამ შემთხვევაში ჩვენ წინასწარ ერთი კვირით ადრე უნდა მოვასრულოთ. ან თუ ვინც შეიძენს ამ წილს, მისი პროცენტი თუ ხდება 5%-ზე მეტი. ხომ, ესე იგი სიტყვების თამაშია, ხომ? 1.16% გასხვისდა და შეიძინა კაცმა, რომელსაც ჰქონდა 17%. ესე იგი არც 5% არ გასხვისებულა და არც ვიღაცისთვის 5%-ზე მეტი არ გამختار, მას უკვე ჰქონდა 17%. აქ წავიდა დავა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ქვია 5%-ზე მეტი არ გამختار, მაგრამ უკვე ჰქონდა მას 5%-ზე მეტი. მე კარგი თქვა არ ვეთანხმებით და ეს დავა თქვა სასამართლოში გადასულა და ჩვენ კიდევ დავობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ პატარა მაგალითი ნიმუში ერთი თვის წინ, სულ ერთი თვის წინ მოხდა ის, რომ ტელეკომპანია საქართველოს ერთ კვირაში გაიყიდა და შემდეგ გამოიყიდა ისევე, ხო? როგორ მოასწრო მის 50%, როგორ მოასწრო მისმა მფლობელმა ერთ კვირაში იმის შეტყობინებას რომ ყიდის და მე რო ყიდულობს უკან. ეს ხო აბსურდია, ეს ფაქტურად ესე იგი ეს არის ვიღაცისთვის ეს არის 1.16%-ზე გამოყენებული და ვიღაცისთვის რომელსაც ნამდვილად ეკუთვნოდა ერთი კვირით ადრე ესვნება და შემდეგ კომისიას ემსჯელა იმასთან დაკავშირებით გარკვეული დროის განმავლობაში, მან ერთ კვირაში გაყიდა კიდევაც და იყიდა კიდევაც უკან დაიბრუნა. ვერანაირად ვერ მოასწრებდა ამას, მაგრამ ამ შემთხვევაში დარღვევა არ ყოფილა. ესე იგი ფაქტურად არის რაღაც გარკვეული კერძო მიდგომები, ხო? ამაზეა საუბარი. რაც შეეხება კიდე აუცილებლად მინდა შევეხო ტელეკომპანია მეცხრე აქტთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც ხვალ იმართება სტერეოპლუსთან დაკავშირებით ეს თემა. მინდა თქვა ჯერ ერთი პირველი, რასაც ვამბობ, რომ რატომ არ არის თქვა შესწავლილი და რატომ არ არის თქვა განხილული საკითხი, როდესაც ტელეკომპანია მეცხრე ახმა თავის დროზე შეწყვიტა ხელისუფლების სასიკეთოდ და ახალი მოსული ხელისუფლების როგორც ბატონო ბიზნესამ განაცხადა მაუწყებლობა და შემდეგ მას ესე იგი რადგანაც შეწყვეტილი ქონდა მოსთხოვეს რომ სიხშირე ჩაებარებინა რატომ არ მოხდა კარგი თქვა თუნდაც ეს იყო თქვა კანონიერი გადაწყვეტილება რატომ არ მოხდა მაშინ კომისიის ჩაბარებული სიხშირის მაშინვე გამოტანა როგორც წესი და რიგია თქვა აუქციონზე და რატომ არ მოხდა მისი ხელახლა გასხვისება რატომ მოხდა თქვენი სიხშირის ადრინდელი სიხშირის გაგუდვა ხომ ეს კანონდარღვევა იყო ისე როგორც ხვების ეხლა გავაგრძელებ მეცხრეახის თემას ესე დარჩა მეცხრეახის სიხშირის გარეშე რომელიც ფაქტურად ის სიხშირე რომელიც ფაქტურად გამოუყენებადი დარჩა და გაიგუდა ასე რომ ვთქვათ ხვალინდელ საკითხთან დაკავშირებით
დავა არის იმაზე რომ თქვა თითქოს რატომ მაუწყებლობს და რა თქვა გადასცემს ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე. ზუსტადაც გადასცემს ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე მეცხრე არხის სიგნალს, მაგრამ ის იმის ბრალი არ არის, რომ დღესდღეობით ბაზარზე გაჩნდა ისეთი სახის თანამედროვე ტელევიზორები, ეს ეგრეთ წოდებული მულტიბენდ ტელევიზორები, რომელსაც შეუძლიათ მიიღონ ეს გადაცემული სიგნალი და ეს მისდა დამოუკიდებლად ერთი ტელეკომპანიის და მეორე ტელეკომპანიის დამოუკიდებლად ხდება ჩემს მიერ, მე შევიძინე ახალი ტელევიზორი, რომელსაც აქვს ეს ფუნქცია. ხვალ გამოდის კიდევ ახალი ტელევიზორი, რომელსაც აქვს ინტერნეტის ეზერნეტ შესაძლებელი და შეუძლია რომ ინტერნეტ მაუწყებელი მიიღოს. ან ტექნოლოგიების განვითარების ბრალია. ტექნოლოგიების განვითარების ბრალია თავისთავად ახლა მე დავიწყე ინტერნეტ მაუწყებლობა. ინტერნეტში მაუწყებლობა და გამოვიდა ტელევიზორი, რომელსაც აქვს ეზერნეტის შესაძლებელი საშუალება მიიერთა ეზერნეტი და უყურებს ტელევიზიით ჩემს მაუწყებლობას. ესე იგი მე რა უნდა ვქნა? მაინტერესებს მე მაქვს ინტერნეტ მაუწყებლობა, მაგრამ ვიღაცა ტელევიზიის საშუალებით უყურებს ამას. ანალოგიური სიტუაცია, არავით არ დაშიფრა. ეს სიგნალი გადაიცემა არასტანდარტულ სამაუწყებლო სიგნალზე, რომელსაც ტელევიზორი ვერ უნდა ღებულობდეს, მაგრამ ტექნოლოგია განვითარდა, გამოდის მულტიბენდი ტელევიზორები და ღებულობს უყურებს ტელევიზორს. ან დარღვევასთან საქმე არ გვაქვს. არ გვაქვს არავითარ დარღვევა, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ რამენაირად დაადუმონ მეცხრე არხი და არ იყოს მისი თავისუფლად მიღების საშუალება. ეს არის კარგად ვთქვათ მოფიქრებული მოქნილი სისტემა, რაც ვთქვათ შემოშევებული იქნა სტერეოპლუსის მიერ და მეცხრე არხის მიერ. გამოსავალი საკმაოდ რთული სიტუაციიდან და რომელსაც ესე დაეძგერნენ შემდეგ და თქვა ცდილობენ რომ გადაადუმონ და არ მისცეს საშუალება თქვა რეგიონებში მეცხრე არხს მაუწყებლობის. ცენტრს რა გადაწყვეტილება იქნება ხოლ ამასთან დაკავშირებით მიღებული. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ახლა კი ნოდარ ჩაჩუა ჩაგორთვება გენერალური პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიიდან და შევიტყობთ რა ხდება იქ, გამოვიდა თუ არა ბაჩუ ახალაია დაკითხვიდან. ნოდარ საღამომშვიდობისა. რა ხდება ახლა გენერალურ პროკურატურასთან? სამშვიდობისა, ეკა სიტუაცია აქვს მთავარ პროკურატურასთან უცვლელია ბაჩუ ახალ. გისმენ, ნოდარ შეგიძლია გააგრძელო. დიახ, ეკა მე მესმის შენ. დიახ, მთავარ პროკურატურასთან სიტუაცია უცვლელია, მედის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელია შეკრებილი და ელოდება სწორედ უახლეს ინფორმაციას ბაჩანა ახალაიას დაკითხვასთან და დაკითხვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თუ კი თავიდან დაბაჩუ ახალაია აცხადებდა იმას, რომ იგი ადვოკატის მომსახურებას არ საჭიროებდა და მისთვის ადვოკატი არ იყო საჭირო, დაახლოებით 9 საათის წინ მათთან შევიდა ადვოკატი დავით დეკანოიძე, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და მისი შესვლის მიზეზებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, თუმცა მის ბაჩანა ახალაიას მეგობრებმა, რომლებიც ამ წუთებში აქ იმყოფებიან და მათ შორის არიან უმცირესობის წევრი ნუგზად ციკლაური, ასევე აკაკი მინაშვილი, ხათნო ოჩიაური აქ იმყოფება, ასევე თია თუთბერიძე, მათ მედიასთან განმარტებები გააკეთეს და თქვეს, რომ ადვოკატის შესვლა განაპირობა თავად პროკურატურის შეკითხვებმა, თუმცა რა შეკითხვაზეა საუბარი, მათ ეს არ დაუზუსტებიათ მედიის წარმომადგენლებთან. ერთადერთი ინფორმაცია უბრალოდ რაც შემიძლია ამ წუთებში გითხრათ საზოგადოებისთვის შესაძლებელი არ არის ის, რომ ბაჩუ ახალაია დაახლოებით 2 საათზე მეტია უკვე რაც დაკითხვაზე იმყოფება მოწმის სტატუსით და თავად კი გამოძიება მიმდინარეობს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე ჩვენთვის არ არის ცნობილი. მედია და საზოგადოება ისევ მოლოდინშია დაკითხვის დასრულებისა და იმედს ვიტოვებთ, რომ სწორედ დაკითხვის დასრულების შემდეგ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა ნოდარ ჩაჩუა გვერდებოდა მთავარი პროკურატურის ეზოდან. მე დღეს ამით გემშვიდობებით ზეგამდე, რადგან ხვალ არის 7 ნოემბერი და მეცხრე არხზე გავა ტელეკომპანია იმედის თოქ-შოუ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს დატრიალებულ მოვლენებს ეხება, ასე რომ ზეგამდე გემშვიდობებით და ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.